ეგრევე. ცოტა კიდე. ძალიან არ გვინდა. სალამი, მოკლედ მოსულები ვართ აი ესეთ მომცრო ტბაზე. უბრალოდ ინტერესის პონჩი, იმიტომ რომ მარმიშინგი რეალურად რავი, ყველგან დაგაჭერინებს თევზს იმდენად საინტერესო და ფართე სპექტრის თევზაობის სტილი ასე ვთქვათ. 0.2 გრამით ვარ მოსული, 0.2 გრამიანები ძალიან პატარა სატყუარათი და რა ვიცი, შევაგდებ ერთი-ორჯერ ამოხდა აქ რაღაცა პატარა თევზი. და ნახოთ თუ იქნება რაიმე პატარა ქორჭილას თუ მაინც მოვატყუებთ, უბრალოდ ინტერესი მაქვს და ნახოთ რა გამოვა რა. ახლა ამოძრავ და წყალზე რა. მოკლედ, გადავიდეთ თევზაობაზე. Let's go. აჰა, ეს ვინ დავიჭირეთ? პატარა კალმახი. ხომ არ ღადაობ შენ. პატარა კალმახი უნდა დავიჭირეთ. ვაიმე, აიც ამაზე ხელის ესე მოკიდება არ შეიძლება. დავის. ამას შეხედეთ. დაწვან, გაგიშევ. აი. პატარა კალმახი უნდა დავიჭირეთ ამ პატარა წყალში. მიდი, წად. აი ვინ წარმოიდგინდა აქ? ლოლ. იმიტომ დავინახე რომ დახტუნაობდა. დაჯდა ფლაგმანის ტანტაზე. წითელ კოპლებიანი პატარა კალმახუნა. რა მაგარი, აი ძმო, აი მარმიშინგის ძალა. აი ეს არის მარმიშინგის ძალა. მოდი ხარ პატარა აი ესეთ წუმპეზე და იჭერთებს და აქიდან გვერდზე ჩამოდის პატარა ესა, აი გამოხდა ახლა. ჩამოდის ძალიან პატარა მდინარე წყალი თუ რაღაც არ ვიცი რა ქვია რა. Nice. აი, ცოტა დაიღალოს. კარგად იბრძვის ძალიან. ეს ცოტა დიდია. ცოტა კაი დიდია. მოგიარო. სველი ხელით. აი, კიდე კალმახი. სველი ხელით მოვკიდე და რაღაცა, მაგრამ რაც არის. დიდხანს აღარ გავაწვალებ. ებზანდით. ოპა, რა დაგაზა. ეხლა საინტერესო აქ რაღაც ქონდა ის არის. რამდენი კალმახია და რამდენ ხანში მოვაბეზრებთ თავს. ნუ ხელი დავისველეთ და ისე გავუშვით რა. მაინც ახლა მიუხედავად იმისა, რომ მომზადებელი ვიყავი და ისევ რა თქმა უნდა 0.6 გრამიანზე და ფლაგმანის ტანტაზე. ჩემი მარმიშინგის ჯოხი ქორჭილებისთვის და პატარა, რა ვიცი, ნაფოტასთვის მქონდა წამოღებული და უცბად არსაიდან კალმახი გავჩითეთ. ჩემი კაი, აი თუ გინდა სასწაული. და იქ წყალი რო ჩამოდის ახლოს კიდე კალმახი ცოტა გადავუჭიროთ ეგრევე ცოტა კიდე ძალიან არ გვინდა რა კარგად მოხდა ლაპარაკიც არ მოცადა აი ხა უნდა მოვიყვანოთ ეს აქა. სად მიდიხარ ჯიგარ? მოდი ჩემთან, მოდი. აი ცოტა უნდა მოვუშვათ. ბრძოლის დროს დაგჭირდება. აბა ნახოთ ეს ვინა. ნუგეშინია. გაგათავისუფლებ შენ არ იდარდო მაგაზე ერთი წამითაც კი. რაღა თქმა უნდა გაგათავისუფლებ. რა კაი ზომის კალმახებია ბიჭო. ნუ გადამრე. აბა. აი როგორი ზომის არის. წითელი კოპლებით და რაღაცა. გაუშვათ. გაცურა.
ვინ წარმოიდგენდა? ღმერთო. მოკლედ ცოტა არ იყოს და გაპასიურდა. სამ ჩაგდებაზე სამი კალმახი დავსვით, ეხა კიდე დიდად აღარ მოდის თუ რა ვიცი რა არის. შეიძლება ცოტა დავაფრთხე. შეიძლება სულ სამი კალმახი იყოს. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქ მშვიდობით უნდა იყვნენ და კარგად უნდა იყვნენ. კაი, მოდი ცოტა ადგილს და ლოკაციას შევიცვლი. ნახოთ. აი ცოტა იქითკენ გადავალ და იქიდან გადავგასტავ, იმიტომ რომ აქიდან წყალი გადის, იქიდან წყალი ჩამოდის. მეორე მხრიდან და გვერდიდან მხრიდან ვერ უდგები, თორე იქ ჩანჩქერთან ხტუნაობს, ეტყობა ოქსიგენი და ის რო არის. რამოდენიმე გატარებას აქ შევეცდები და თუ არ და გადავალ ისევ იქითკენ. აჰა, დავსვით. აბა, ბატარეიკაცი ხტუნაობს. მოდი, მოგეშინე. მოდი, გაგათავისუფლო, მოდი. აბა. აქეთკენ არის კაი ადგილი გასათავისუფლებლად და დავისველოთ ხელი. აი, გაიგდო. ესეთი პატარა კალმახუკა. სველი ხელით გაუშვათ. დავიდა. რაც შეეხება ფლაგმანის ტანტას, სასწაულად კარგად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ number 1 fish წერტილ-ზე შეიძინოთ, ლინკი იქნება აღწერაში კიდე ჩართვა გქონდა. აბა. ესეც ნომერი 5. ძალიან პატარა კალმახი. ესეთი პატარა ზომებიც არის აქ. კიდე? მეგონი მომენტში გაეშვა და ბოლოს ისე დავსვი. აი ბლად. ასე ბატონო ჩემო. ეხლა გავათავისუფლოთ, როგორც შეგვიძლია. აი, კიდევ ერთი ესეთი ზომის გავუშვათ. ჯიგარი ხარ, მადლობა. ხალხო, არ ვიცი. ტყუილა ხო არ ვიძახი, ფლაგმანის ტანტა. აი ამ ფერის გადაჭამა დედაუტირ. ეს კაი ზომისა. ჩაუგდე თუ არა ეგრევე აიღო. ეს კაი ზომი. დიდად არ მებზვის ჯერ, მაგრამ ნახოთ ვენახი. მოდი ჩემთან. წნარად. გაგათავისუფლო. მოდი ჩემთან და გაგათავისუფლო. აბა. აი. დაწყნა. ხელი დავისველოთ. ისე არ შეიძლება. სულ ეს იყო, ამისთვის ბრაზობდი, გაგათავისუფლება. მიბრძანდით. იდი. ეს ყოჩა. კაი ბიჭი. თუ გოგო რა ვიცი, ვინც ახლა. მადლობა ყველაფრისთვის. რა კარგები ხარ თქვენ გენაცვალე. ამ თეს როგორ უნდა გაეკიდო დენით არ ვიცი, თუ არა ადამიანი არა ხარ. ეს ხო სასწაულია. ღმერთო რა კაი. yes. მოკლედ, მე დღეს ამით დავამთავრებ თევზაობას. კაპასიურდა საერთოდ ჩარტყმებიც აღარ არის. ან დავაჭკვიანეთ. ან არ ვიცი, შეიძლება საღამო პერიოდი რო არის მაგიტო რა. ყოველ შემთხვევაში მაგრა გავერთე. წარმოუდგენელი არის. არ მჯერა ამდენი კალმახი საღამო პერიოდში. რაც შეეხება ჯოხს, სასწაული არის. თავის ფაში ეს ჯოხი არის სული ამ სიტყვის დამუშავებით სასწაული.
მეგონა რომ ქორჭილოს დავიჭერდი დღეს პატარებს. კალმახებზე კალმახზე მოინათლა ეს ჯოხები. დასწაულია ფლაგმანის ტანტა ქვია მე მგონი ყოველ შემთხვევაში ტანტას ფორმის სილიკონი არის ძალიან კმაყოფილი ვარ. მეორე დღე არის, მეორე წამოსვლა არის უკვე ამ ანკესით და ამ სატყუარებით და მაქსიმალურად ვისიამოვნე. ნომერი 1 fish.g მაგ საიტზე იყიდება, ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ და თქვენც ისიამოვნოთ. კიდევ ერთხელ ამბობ, საქართველოში ვიცი რომ კარგად მუშაობს ეს სატყუარები, აქაც იდეალურად მუშაობს. მოკლედ. თქვენთან იყო დღეს თემურ გვარაძე და მომავალ ჩართვამდე. კარგად.